მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, ჩვენ ვართ სტუდიაში გზა გასაყართან. გადაცემათა ციკლს ბიბლიური გზაჯვარედინები ვაგრძელებთ და სტუდიაში მოვიწვიეთ თეოლოგი გიორგი გვასალიამ. მოგესალმებით გიორგი. დიდი მადლობა მობდანებისთვის. ჩვენ საუბრობთ დავით მეფის შესახებ და დღეს ქრონოლოგიურად უნდა ვისაუბროთ მის ოჯახში რა ხდება. დავით მეფის ცხოვრებაში რაღაც ტრაგიკული მოვლენები ვითარდება და ერთ-ერთი მძიმე შემთხვევა არის, როდესაც მისი ერთი შვილი შეურაცხყოფს ქალიშვილს. დავით მეფეს სხვადასხვა ცოლებისგან ჰყავს შვილები და აქ ამონი არის სხვა ცოლისგან, თამარი არის სხვა ცოლისგან და ამონი შეურაცხყოფს თამარს, რაც შემდგომში ძალიან მძიმე შედეგებს გამოიწვევს ოჯახში მიმდინარე პროცესებში. მაშას რამ გამოიწვია ეს, რა დააშავა ამონმა, მოუთხროთ მაყურებელს. მართლაც ტრაგიკულად ვითარდება უკვე მოვლენები დავითის გარშემო. ჩვენ გავიხსენოთ, რომ ნათანმა ხმამ აღლა უთხრა დავითს, რომ მახვილი არ მოაკლდება მის სახლს და ის გაკეთებასაც დავითი ფარულად აპირებდა, ამას დღისით, მზისით მის მოყვას გააკეთებინებს ღმერთი. თავისთავადია სანიშნავს იმას, რომ უშუალოდ ღმერთი იმაშვება, იმას აქვია, აორგანიზებს ამ პროცესებს, ეს მისი დაშვებით ხდება. უბრალოდ ეს წინასწარმეტყველება ეს მეთითება უკავშირდება იმას, რომ ბოროტება, რომელიც ჩაიდინა დავითმა, მას თავის მოქმედების ლოგიკა აქვს და ეს ლოგიკა თავის თავში გულისხმობს კიდევ ახალ ტრაგედიებს, კიდევ ახალ სიმწარეს, კიდევ ახალ დაცემას. დავითის სინანული ეს არის ის, რაც საბოლოო დაცემისაგან იხსნის მას და ღვთის წინაშე მავალ გზას არ გადაუღალავს, მაგრამ ეს ანიშნავს იმას, რომ ბოროტება გაჩერდება ამით. ეს ანიშნავს იმათ, რომ ბოროტება მოისპობა ამით, ბრძოლა გრძელდება. ანუ ეს დავითის სინანული არნიშნავს იმას, რომ სრულად დაუბრუნდა დავითი იმ მდგომარეობას ღვთის წინაშე რაც იყო. დავითი შეიძლება ჩაითესა ღვარძლი და დავითი არის ამაშია საქმე, დავითი შეიძლება დაუბრუნდა, მაგრამ შედეგებმა დაიწეს მოქმედება. აქ პიროვნულად ღვარძლისთვის გაჩნდა ნოყიერი. კი ბატონო, ამაშია საქმე, მაგალითისთვის რო ვთქვა, ხო ცოტა ისე უხერხულია, მაგრამ მაგალითისთვის რო ვთქვა, შესაძლებელია ადამიანმა რაღაცით შესწოდოს და დაავადდეს ამ შეწოდების შედეგად რაღაცა ფიზიკური რაღაცა დაავადება, გადამდები დაავადება მიიღოს და მან შეინანოს შემდგომ თავისი საქციელი, მაგრამ ეს დაავადება მასში მოქმედებს და თუ ორგანიკურნა, მაშინ შეიძლება შულსაც გადაეცეს. შვილი კი არაფერ შეუშვია იმ შემთხვევაში, მაგრამ მემკვიდრეა დაავადების როგორც მისი შვილის, ხო? და ეს არის სწორედ ბოროტების საკრობა, ეს არის ბოროტების საშინელება, ის ვერ ჩერდება. მისი ანატომია ამას გულისხმობს, სწორედ ის გრძელდება. და აქ საინტერესო გახლავთ ის, რომ ის ამბავის ტრაგედია, რომლის შესახებაც ჩვენ ახლა ვისაუბრებთ და წმინდა წერილი გვაწვდის ცნობას, ეს ტრაგედია თავის თავში გულისხმობს საშიშროებასაც და ირის საშიშროებას. ჩვენ თავის დროზე ვსაუბრობდით მამანდრია ელი მღვდელმთავრის შვილების ძალიან მძიმე ზნეობრივი მდგომარეობის შესახებ და იქვე ხაზს უსვავდით იმას, რომ მათი ეს ზნეობრივი დაცემულობა გადამდები იყო და ის მოედო, ასე ვთქვათ, არა მარტო მისი ოჯახის პრობლემა იყო, არამედ გავიდა გარეთაც და როდესაც წმინდა წერილი აი ახლა ამ პრობლემების შესახებ გვესაუბრება, რომელიც დავითის გარშემო დატრიალდება, ჩვენ გვამზადებს იმასთან დაკავშირებით, რომ ეს პრობლემა ვერ ჩაიკეტება დავითის სახლში, ის მოედება, ის გადაედება სხვასაც, ის გადაედება ისრაელს. ამიტომ განსაკუთრებული ყურადღება მართებს მას, ვისაც რაღაცა მისია აქვს დაკისრებული ღვთისაგან, ოჯახის წინაშე, საზოგადოების წინაშე, ერის წინაშე, როდესაც მის თავში დგახარ, ეს გაძლევს შენ პასუხისგებლობების მთელ წყებას, ამ პასუხისგებლობების გააზრების აუცილებელი მოვალეობა გაგაჩნია ვინაიდან შენი დაცემა, შენი დანაშაული, შენი შეცდომა სხვა მასშტაბებისა, სხვა შედეგებს იძლევა, ვიდრე თქვათ რიგითი პიროვნებისა.
იცით ამას აშინაარსებდნენ ალბათ ის ადამიანები, რომლებიც ძალიან ხშირად უარს ამბობდნენ სოციალურ საფეხურზე დაწინაურებაზე, უარს ამბობდნენ რაღაც პატივის მიღებაზე, ვინაიდან ამ პატივის მიღმა ხედავდნენ დიდ პასუხისგებლობას და ეს პასუხისგებლობის ტვირთვის სულიერი ძალების უქონლობაზე მიუთითებდნენ. ეს არის მორალური პასუხისგებლობა, რომელსაც დღევანდელ რეალობაში რაღაც მეორე ადგილი უკავია. ეს არის პრობლემა. და ეს ვაკაველიზმის შემდგომ და ესეთი განვითარება პოვა მიზნის მიღწევა საშუალება ამართლებს მიზანს, სწორედ იქიდან იწყება და ეთიკა და მორალი იხევს უკან და ქმედებები ხდება როგორც რაღაცა მექანიზმი, ტექნოლოგია მიზნის მიღწევის. კობაკევილისთვის პირდაპირ ხო მიუთითებდა იმასთან დაკავშირებით ეთიკა ხელის შემშლელია, როდესაც შენ პოლიტიკაში მიზანს უნდა მიაღწიო, ხოლო პოლიტიკის მიზანს პირდაპირ ხას უსწავლო, ეს არის ძალაუფლება და სიმდიდრე. ეს არის და ხოლო აქ პრობლემა კიდევ იმაში ჩდება, რომ პირველ კაცობა ჩვენ ვიწყებთ საწყისზე ახლა საუბარს. ხო, ამაზეა. დავით მეფე, წმინდა მეფე ღვთის წინაშე საოცრება. ხო, საოცრება ელაპარაკება ღმერთს, მას თხოვს გადაწყვეტილებებში დახმარებას და უშვებს აი ესეთ შეცდომას, რომელიც ჩვენ მაყურებელს უთხრათ, რომ როდესაც ტრაგედიაზე ვლაპარაკობთ მეფე დავითის ოჯახზე, სწორედ მისი დაცემის შემდგომ იწყება ეს ყველაფერი და ამას უკავშირებთ. და თქვენც ამას ვწანებთ, რომ მორალური პასუხისგებლობა ძალიან დიდია, რადგანაც ეს შეცდომა შემდგომში არ ჩერდება მარტო მის ოჯახში, არამედ გამოდის გარეთაც და ყველაზე ვრცელდება მერე. ხაწმინდა წერილი გვესაუბრება ამნონის შესახებ, ეს არის ადამიანი, რომელიც დიდი ალბათობით თავს მომავალ მეფედ მოიაზრებს, ყოველ შემთხვევაში მას როგორც უფლისწულს პერსპექტივა აქვს, არა აქვს ეს ისარი რა ქვია, პრიმშუა იმის დავითისა, ამიტომ ძალიან ისე ლოგიკურად ის თავს მოიაზრებს მომავალ მეფედ და აქ წმინდა წერილი ასახელებს კიდევ ერთ პიროვნებას, ძმისშვილს, დავითის ძმისშვილს, იონადაბს, რომელიც წმინდა წერილში საოცრად გამოკვეთილია როგორც ჩვეულებრივი კარის ინტრიგანი, რომელიც ალბათ ყველა დროს, ყველა ჭკვიანი იყო ესეც. ხო, ჭკვიანი. ხო, ეს ჭკვიანობა უფრო ნიშნავს გამჭრიახობას, მზაკრულად, ხო, მზაკრულად ის იყო, რა ქვია, ანუ ჭკვიანი არ ემგაგებით, რომ სიტყვაზე ვთქვათ, ბძენი. ხო, არამედ უბრალოდ რაღაცა ქონდა გაქრილობის აი ეს რაღაცა უნარები, რომელსაც ყოველთვის თავის სასარგებლოდ იყენებდა და ასეთი ადამიანები ყოველ დროს ყველა კარზე, სამეფო კარზე არსებობდნენ და ალბათ იარსებებენ კიდევაც. და წააქეზა, ახლა ამნონს ეუბნება, რომ რაღაცა ხასიათზე ვერ ახარო შენ და რა გჭირსო. ხო და ამნონი ეუბნება, რომ საკმაოდ მოსწონს თავისი ნახევარ-და აბესალომის ღვიძლი და ანუ სხვა ცოლისაგან დავითის შეძენილი ქალიშვილი თამარი და იმდენად შეპყრობილია ამ ვნებით, რომ პრაქტიკულად ხასიათი აქვს დაკარგული, ვერაფერი ვერ ახარებს, აი მხოლოდ ეს ვნება, მხოლოდ ამ ქალთან, ამ გოგოსთან დაწოლის ვნება იმაშვება რას. ახლა მე სანამ გავაგზელებ საუბარს მე მინდა გავიხსენო წმინდა ნიკოლოზ სერბი, რომელიც დავითის აი ამ მაგალითს უკავშირდება და საოცარ რამეს ამბობს, რომ თესლის ზღვრის ცოდვას მოყვება სისხლის ზღვრის ცოდვა. ესაც ცოდვის მიერ დაიღურება ასე და ამ ცხოვრებას იწყებს ადამიანი. აუცილებლად მოყვება სისხლის ზღვრის ცოდვა. შესაბამისად საუბარი ამასთან დაკავშირებით, რომ დავითის აი ეს ცოდვა, რომელიც დავითმა ჩაედინა და ბოროტება, რომელიც უკვე ბოგინობს დავითის ახლო-მახლო, აი ზუსტად აი ამ როგორ გითხრათ, ვნებით იწყებს მოქმედებას თავისი მსაკურობის, თავისი მავნებლობის გასავრცელებლად.
ამნონით შეპყრობილია იმავე ვნებით, რა ვნებითაც დაეცა დავითი. მაგრამ ამნონთან უფრო მძიმე მდგომარეობა გვაქვს, ესეც ცოდვის ერთგვარი ესკალაციის კარგი სურათია, რომ შემდგომი ნაბიჯი, ცოდვის ბოროტების შემდგომი ნაბიჯი კიდევ უფრო მძიმეა კი. იმიტომ ეს სინანული მხსნელი, რომ შენ არა მარტო ხო გაჩერდე სადღაც, იმიტომ რომ ჯოჯოხეთი არ იტყვის კმარს შემდა. ჯოჯოხეთს არაზოს არ ყოფნის, ჯოჯოხეთი არაზოს არ იტყვის მეყოფა. ბოროტება არაზოს არ იტყვის კმარ აღარ მინდა. მისი მახასიათებელია რომ ვერ ჩერდება. ჩვენ მე ვისაუბრებთ ამასთან დაკავშირებით, რომ იესოსთან ვერ გაჩერდა მისი მარცხის ყველაზე დიდი საიდუმლო არის, რომ იესოსთან ვერ გაჩერდა, ვერ დაკმაყოფილდა მისი ტანჯვით, ვერ დაკმაყოფილდა მისი წვალებით, ვერ დაკმაყოფილდა მისი დამცირებით, ვერ გაჩერდა. და სწორედ აი აქ დამარცხდა ის. და როდესაც ასკეტურ ლიტერატურაში წმინდა მამებს ვაქცევთ ყურადღებას და მოთმინების სათნოების შესახებაა საუბარი, თავდაბლობის სათნოების შესახებაა საუბარი, სინანულის შესახებაა საუბარი, ეს არის არა რაღაცა აკვიატება, არამედ ეს არის იმ სულიერი გამოცდილების გაზიარება, რომლის შედეგადაც ადამიანი ჩერდება უბედურების გზაზე და გადმოდის და იწყებს სიარულს ბედნიერების, მარადიული ბედნიერების მოპოვების გზაზე. ეს არ არის რაღაცა აკვიატებული ცხოვრების წესი, ეს არის ჯანსაღი, ნორმალური აზროვნების შედეგი, რომელიც კონკრეტულ ცხოვრებაშია გამოხატული. ბოროტების ანატომია ერთ-ერთი მანიშნებელი, მისი მახასიათებელი გახლავთ ის, რომ ადამიანს უბნელებს გონებას და აი ამ პერსპექტივას უმალავს, რომელიც პერსპექტივასაც ის გამუდმებული ტანჯვითა და გამუდმებული ბოროტების ზრდით სთავაზობს, თუ კი მას არ დაანებებს ადამიანი თავს. ახლა, როდესაც ჩვენ გვაქვს საუბარი ამნონთან დაკავშირებით, იონადაბი მას ეტყვის, რომ ეს პრობლემა ძალიან მარტივად მოსაგვარებელია, მან თავი უნდა მოიავადმყოფოს და როდესაც მეფე მოვა მის სანახავად, მეფეს უნდა უთხრას, რომ მისი ავადმყოფობის განქარვების საშუალება, ერთგვარი საშუალება იქნება, თუ კი თამარი მასთან იქნება მოსული და მის ასე მოუვლის, თამარი მოუვლის მას პურს აჭმევს და ასე შემდგომ და ასე შემდგომ. აი ეს უნება, ეს მრუშობის უნება, აი ეს სიძვის უნება იმდენად მძიმეა, რომ ადამიანი სანამ თავისას არ გააკეთებინებს, არ დააკმაყოფილებინებს თავს, ყველაფერზე მიყავს, აი ფსიქოლოგია გადალახავს ყველა წინააღმდეგ. ყველაფერს აი ფსიქოლოგები საუბრობენ ამასთან დაკავშირებით, რომ ყველაზე საშინელი, ყველაზე მძიმე და საშიში არის სექსუალური ფანტაზია. როდესაც შენ თავისუფლებას აძლევ, გაქანება პოულს შესაძლებლობაში ავნებება და ავნებების მიერ წარმოქმნილმა წარმოსახვებამ, ვინაიდან ამ დროს გონება მთლიანად ითიშება, გონება მთლიანად ჩაძირულია აი ამ ვნებაში და გონებას მინდა მამები უწოდებენ სულის თვალებს, აი რაც თვალია ორგანიზმს, ის არის გონება სულისათვის, ხო? და როდესაც უკვე სული დახშობილია მასთან, მისი ხედვა არის აბსოლუტურად მიმართული აი ამ ვნებისაკენ. ეს უკვე ის შემთხვევა, როდესაც გალავანი მორღვეულია, მტერი შიგნით არის შემოსული და გინგრევს სულ ყველაფერს, რაც კი გიშენებია, სულიერი აი ეს წყობა შიგნით, რაც მიაღწია ადამიანმა, უკვე ხელყოფილი. ხო, აბსოლუტურად დანგრეულია. ვერ დაიჭირა თადარიგი, თავის დროზე ვერ აღკვეთა აზრი, ვერ აღკვეთა ის რომ გონებაში არ შემოსულიყო და ხო, ის მაცხوارიც ამბობს, რომ ვინც ქალს შეხედა ავნებით, ხო, ამ რუშების მან იმრუშა მასთან უკვე, ხო, ეს თავისავად ცხადია ვნების შეხედვა მრუშობას არ ნიშნავს, ეს გამორიცხული აბსოლუტურად სხვა არის, რომ გაივლებ თავში და სხვა არის, რომ ამ იმას ცოდვაში ფიზიკურ მონაწილეობას მიიღებ, აბსოლუტურად სხვადასხვა რამ არის, მაგრამ საწყისია აი აქ თუ არ აღიკვეთა, ანუ თუ აზრი მიიღე და ეს აზრი შეიტკბე გონებაში, ხო? ამის შემდგომ უკვე აი გავიხსენოთ გველი რასაკეთებს, გველი გონებას მიუმართავს დედაკაცის თანხმობით, მიმართავს რაღაცა მიმართულებით და გადის მერე სცენიდან. აღარ არის გველი იქ საჭირო, უკვე ავტომატურად იწყება ეს პროცესები, რა პროცესებიც უნდა განვითარდეს, ხო? ეს მექანიზმი ერთი და იგივე შეიძლება შეიცვალოს ფორმა, ადგილი, დრო, რაღაცა საშუალება, მაგრამ მექანიზმი ერთი და იგივე. ეს არის გონების შეპყრობა,
ვნებით გონების შეპყრობა. ამიტომაც არის რომ როდესაც ჩვენ საუბრობთ საეკლესიო გამოცდილებაზე, საუბრობთ მის ასკეტურ ისტორიაზე, საუბრობთ საკრამენტალურ სამყაროსთან შეხების სულიერ გამოცდილებაზე, ხას უსვამს სწორედ ამას, რომ ლოცვისას, მარხვისას, თავშეკავების სწავლისას, ამაში მეცადინეობისას მე უარს ვამბობ არა რაღაცა საქმის გაკეთებაზე, არამედ ამ საქმის გაკეთების გონებაში გავლებაზეც. ამას ვავარჯიშებ მე. და ეს არის აქ პრობლემა, სწორედ რომ აი ამ გონებამ არ მიიღოს, არ შეიტკბოს, შეიძლება აზრი მიეწოდოს, მაგრამ არ უნდა შეიტკბოს ის, არ უნდა იმაშებოდეს, არ უნდა ხალისობდეს და ხალისდებოდეს ამ შეთავაზებით. ახლა ამ თხრობაში, რომელიც წარმოდგენილია აი ამ მონაკოჩი, წმინდა წერილის თხრობის ამ მონაკოჩი, არის ის, რომ თქვათ ეს ამნონი დაუჯერებს იონადაბს, ეს იონადაბი საკმაოდ ისეთი ჭკვიანური რჩევების მიცემით არის ცნობილი და მართლაც თავს მოიავამტყოფებს და დავითი მოვა და ის ეთქვის, რომ თუ თამარი არ მოვა და პურს არ აჭრავს მას, ესე იგი ამის სამომტყოფობა ასე მძიმედ დარჩება. ახლა დავითი ამას რომ მოისმენს, ბრძანებს მოვიდეს თამარი და მოემსახუროსო თავის ძმას და ამით დაკმაყოფილდება. ახლა ცოტა არ იყოს ის არის ახლა რა ჭირდა ამ კაცს საერთოდ რა დაავადებაა ცნობილი იმ დროინდელ ახლო აღმოსავლეთში. მაინდა-მაინც თამარი. ხო, რაღაცა-მაინც თამარი და რა მკურნალობის აპროცესი ახლა უყურებ ქალს, პურს როგორ აცხობს და ნამსხავს როგორ აცხობს. საჭმელი მომაწოდოს. ამ მკურნალობ, ხო? რა ის არის ეს? სავარაუდოდ ეს უნდა იყოს აქ იმან რა ქვია ამნონმა მოიგონა ის რა ქვია ავადმყოფობა რომელსაც ჩვენთანაც გავრცელებულია უწოდებენ ეგრეთ წოდებული ბატონები რაც არის როდესაც რაღაცა სურვილების შესრულებით თვითონ ავადმყოფს იმაშვებიან რა ქვია რაღაცა იმისაკენ ცრუ შეხედულება რაც არის რაღაცა ამდაგვარი შესაძლებელია შეხედულება იყო გავრცელებული და ამას იბრალებს ამნონი ვინაიდან ლოგიკას ცდება თხრობა ახლა დავითი რაღაცით უნდა დაინტერესდეს ხო რაღა მაინც თამარი ამ კურნალობის სასახია ახლა ეს ჩვენ ცოტა მოგვიანებით წმინდა წერილში შეხვდება მოწინააღმდეგე სქესის დაწოლით კურნალობა ეს იმუნიტეტის გაძლიერების და სისხლის მოძრაობის აჩქარების ის იყო ეს მედიცინა მიწოდა დასავლეთის მედიცინა აღმოსავლეთის მედიცინა ეს იწოდა ეს ხო ამბავია ეს რო იცოდეს დავითმა და ამის ეჭვი რო ქონდეს თავის სავაწყადია თამარს არავითარ შემთხვევაში არ მოაყვანინებს ეს აბსოლუტურად გამორიცხულია რომ აზრად ოდნავ მაინც ქონდეს რომ ამნონი თამართან დაწოლას აპირებს ხო აქ სხვა რაღაცა სურათია ალბათ რაღაც ისეთ ავადმყოფობას იბრალებს ამნონი რომელიც თქვა აი მაშინდელიც რო შეხედულებით ფიქრობენ რომ ამ დროს ავადმყოფს რაღაც სურვილები უნდა დაუკმაყოფილო თამარი მოვა მის თვალწინ მოამზადებს კერძს აქ წმინდა წერილი საუბრობს რომ მის თვალწინ ააგუნდავაო ეს ცომი ანუ ეს ამის წმინდა წერილი გვეუბნება როგორი გახელების სივრცე და საშუალება ნუ ამნონი რაღაცას კი არ გაურბის პირიქით ამას უფრო აღრმავებს და ამ სივრცეს უფრო იქმნის და რაღაცა მომენტის შემდგომ როდესაც თამარი ამას ყველაფერს დაამზადებს და ამნონიც აბსოლუტურად შეპყრობილია ავნებით ბრძანებს რომ დააცარიელონ მისი ოთახი და ამნონი თამარს სასვენებელ ოთახში შესვლას განუგებს რომ იქაჭამოს პური გამის გამოცხალი ნამცხრები და თამარი შეყვება და აი აქ დაიმარტოხელებს ამნონი თამარს და თამარი ეხვეწება ამნონს რომ მოიზავ ამას მოისეთ რამესაც ისრაელში არავის გაუგონია არავის გაუბედოს არავის გაუკეთებია ესეთი რაღაცა თხოვეო მეფეს ჩემი თავი არ დაგიკავებსო შენ მას ხო თუმცა იქ დის და ძმის ქორწინება არ არის აქ ძალული. ხო ეს ნახევარდა და ნახევარძმა, ესეთი რაღაცა ხდება და შეიძლება ამაზე მიიღოს ნებართვა. ხო ეს არ არის, მაგრამ აქ სხვა რამეზეა. ხო აქ ნებაზია საუბარი. აქ არ არის საუბარი სიყვარულზე, აქ ნებაზია საუბარი იმ ნებაზე, რომელიც რეზიუმირებასაც საოცრად აკეთებს მინდა წერილი და კერძოდ, როდესაც ამნონი არ მოусმენს და თავის თავაცხადია ვერ მოусმენს, მას სულიერი სმენის ყველა უნარი დახშობილი აქვს და ძალას იხმარს თამარზე და თავის სულს შეისრულებს და იწვება მასთან, შემდგომ წმინდა წერილი ასეთ რეზიუმირებას აკეთებს, რომ შეძულდაო ამნონს თამარი იმაზე მეტი სიძულვილით, ვიდრე უნდა ანუ სიძულვილი იმხელა სიძულვილი გაჩნდა, რომ თამარს ეუბნება გადი აქედანო
აი ვეღარ უყურე, აი რო უყურებს ეს ზისხება უკვე ის რომლისოდაც საერთოდ ის გამქრალი ქონდა, ჭამის მათაც გამქრალი ქონდა. აი ეს არის კიდევ ერთი მაჩვენებელი იმ ბოროტების მექანიზმისა, რომელსაც საუბრობდით მამ ანდრია ვინაიდან დაგიტყვევებს, გაგაკეთებინებს თავის საქმეს. დაგიმონებს და მე ახალი ბოროტებისაკენ, ახალი მონობისაკენ, ახალი სისაძაგლისაკენ გიბიძგებს. აგდებს ამნონი თამარს. და თამარი ეხოცება ახლა ამას მაინც ნუიზავ. ეს იმაზე დიდი ბოროტებაა, რაც გააკეთეო. ამას მაინც ნუიზავ. აი, ვინაიდან გამოსავალი მან და არის ის, რომ თხოვოს ისე ხელი და გამოსავალი დარჩენილია. მამისგან აიღოს ნებართვა და ოჯახი შექმნას. კი. და ამნოს ეს ამისთვის არ უნდოდა. რაც უნდა ამნონმა გააკეთა, ეს ბოროტება ჩაიდინა. ახლა ამნონი ახალი ბოროტების კეთებას იწყებს. და აღარც უსმენს თამარის ტირილიც არ ესმის, მისი ვედრებაც არ ესმის. აი ძალიან კარგად ჩანს მინდა წერილში როგორ დაყრუებულია ეს კაცი. მისი სასვენელი როგორი დახშულია. არ ესმის ეს ყველაფერი. და იმას რა ქვია ბრძანებს რომ გააგდეთო თამარი აქედან და თამარს გააგდებინოს, მოკიდებენ ხელმსახურები და გააგდებენ. ახლა საინტერესო რა არის? საინტერესო არის ის რომ თამარი რომელსაც ნათქვამია რომ ქალწული იყო და ვარსკვლავედი 60 მოსაჭრელი 60 წერია სხვათა შორის მასორეტულ თარგმანში სეპტუაგინტა ვარსკვლავედ 60 ანუ ქალწულებისათვის დაბახასიათებელ 60 აქვს საუბარი ვარსკვლავედი იყო ეს 60 და ჩვენ აქ წმინდა წერილში კიდევ აქვს მითითება იმასთან დაკავშირებით რომ ტანი 60 განსაზღვრავდა ადამიანის სოციალურ მდგომარეობას მის ცხოვრების წესს და ასე შემდგომ და ასე შემდგომ 60-ს კონდა და უნდა კონდეს კიდევაც თავისი დატვირთვა ხო რაღაცა და ის 60-ს უნდა გავდეს მაგრამ აქ საუბარია იმასთან დაკავშირებით რომ თამარი რომელიც მტირალი გამოვიდა თავზე ხელი ედო შემოიძარცვა ეს თავისი 60-ელი თავზე ნაცარი დაიყარა და ამდენ წამს ძიმგლობს და ძიმედ გომდო რომ მისი ცხოვრება მთლიანად დაგაუფასულა მთლიანად დაიკარგა მან დაკარგა ის რითაც ისრაელის ქალიშვილი ამაყობდა და რაც მისი ღირსების და მისი პატივის გამსაზღვრელი იყო ხელყოფილი იქნა ეს და თამარი ძალიან შეურაცხყოფილი გამოდის და მიდის თავისი სამყოფელისაკენ და წმინდა წერილი გვეუბნება რომ მასთან მიდის შეიძლება ამ წუთებში არა წმინდა წერილს შეიძლება რაღაც ლუფტი აქვს დატოვებული მაგრამ აბესალომი მისი ღვიძლი ძმა მიდის მასთან რომელიც თავისი შობით ვაჟთა შორის ამნონის შემდგომია და ეუბნება თამარს რომ შენი ძმა ხო არ იყო შენთან შემოსულიო საიდანღაც აქვს ამ კაცის ინფორმაცია ყოველ შემთხვევაში ეჭვის დონეზე მაინც აბესალომს ამნონის განაზრახის ფარული განაზრახის სიმძიმე რომ რაღაცა ეჭვის დონეზე მაინც ცოდნოდა ის დაიფარავდა თავის დას და ყოველ შემთხვევაში გააფრთხილებდა რაღაცა წრეს რაღაცა სივრცეს მამნოს მორიდებოდნენ ეს არ უნდა ქონოდა აბესალომს ვინ იცოდა ეს იცოდა ერთადერთი ვინც იცოდა ეს იყო იონადაბი რომელმაც ეს გეგმა დაუხაზა შეიძლება უთხრა აბესალომს და ჩამოაგდო ძმებს შორის იონადაბი მუშაობს მეორე მიმართულებითაც აბესალომის მიმართულებითაც ორიდან ერთი მეფე იქნება აუცილებლად და შესაბამისად იონადაბი ყველასთან კარგად უნდა იყოს ყველას იონადაბის იმედი უნდა კონდეს იონადაბს კი ყველას იმედი უნდა კონდეს აი ეს საშინელი მდგომარეობა როდესაც კარის ინტრიგა ყველაფერზე მიდის სამეფო კარის ინტრიგა ყველაფერზე მიდის აი გიორგი მე მინდა მაყურებელმაც მიაქციოს ყურადღება ჩვენ როდესაც საუბრობდით აი ბიბლიური პერსონაჟების ცხოვრებაზე და გზაგასაყარზე მაგალითად აბრაამთან ჩვენ საუბრობთ რომ როდესაც ისააკის შეწირვას გადაწყვეტს მისი გზაგასაყარი არის ის მიხვდეს ღმერთია ეს ვინც თხოვს შვილის შეწირვას თუ კერპია და აქ რაღაც ძალიან სულიერ ფაქის თემაზე ქონდა საუბარი და აქ როდესაც ამნონზე ვლაპარაკობთ ამნონის გზაგასაყარი არის ის რომ ჩავარდებს უფსკრულიში აი ამ ცოდვით თუ როგორღაც უშველოს თავს ანუ ძალიან გაუხეშებული არის არჩევანი ხო ძალიან დაშორებული არის იმ სულიერ მდგომარეობაზე რაც აბრაამთან იყო
და სულაც არ შეეფერება თქვათ იმ ხაზს, რომელთაც მოვიდნენ შთამომავლობის ხაზს, რომელთაც მოვიდნენ აქამდე ხო ისრაელის მეფე და მისი ოჯახი. ძალიან დიდი უფსკრულია. ძალიან დიდი კი გეთანხმებით და თან ყურადღებას ვაქცევთ იმას, რომ ის ურთიერთობა, რა ურთიერთობაც აბრაამს აქვს ღმერთთან, ეს ურთიერთობა ძალიან ხელოვნურია ამნონთან, ძალიან ხელოვნურია დავითის ოჯახის ბევრ წევრთან, ძალიან ხელოვნურია. და ეს არის სწორედ პრობლემა, ეს გახელოვნურება, გაუფასურება იმ თავარი ურთიერთობებისა, რომელთაც ადამიანი იმ მოწოდების სიმაღლეზე დგას, რომელი მოწოდების სიმაღლეზეც მას ევალება დგომა. ის ძმა არის შენი და უნდა ასე ვთქვათ მოითმინოს თამარმა. ეს აბსოლუტურად წარმოუდგენელი რამ არის. თამარისთვისაც აბესალომი იმდროინდელი ტრადიციების ზოგადად ღირსების შელახვის აქტისად ისეთ რაღაცას თავაზობს აბესალომი თამარს, რომელიც მიუღებელიც არის და მოულოდნელიც არის. მაგრამ ჩანს მარტო აბესალომი არ თავაზობს ამას თამარს, აქ სხვა პიროვნებაც არის ჩართული, რომელიც ასევე აქტიურად არის ჩართული იმ პროცესებთან, რომელ პროცესებაც სიტყვაზე ვთქვათ თამარის ღირსება უნდა აღადგინოს იმ მდგომარეობაში ვეღარ აღადგინოს, ეს წარმოუდგენელია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ნაცვალგება უნდა მოხდეს აუცილებლად. გარკვეული პერიოდის შემდგომ დავითთან დაკავშირებით არის თქვა, რომ გაიგო დავითმა ეს ამბავი და არ მოიწონა. არ მოიწონა. არ არის მოსაწონი, მაგრამ რა გააკეთა? იმისათვის რომ დამნაშავეს თავისი სასჯელი მისღოდა. ხო, აშკარად თავის სიმპათიებს ამნონისადმი ვერ გადააბიჭდა. ხო, რა სამართლიანობა არ აღადგინა. ხო, აი დავითი არაფერს არ აკეთებს. და სამაგეროთ აბესალომი მე. ხო, აი ამაშია საქმე. ამაშია საქმე. აბესალომს მიეცა, ასე იგი მორალური საშუალება და ბიძგი რომ თვითონ აღესრულებინა და საშინელი ტრაგედია. თვითონ აღესრულებინა სამართლთან ყურადღებას ვაქცევთ იმას, რომ აქაც ფიქრობენ, რომ აი ეს ძმისშვილი აქაც აქტიურად მონაწილეობს და დავითსაც გააგებინა. და დავითაც დააგებინა, თან დავითთან ამნონს იცავს. შესაძლებელია დავით არის თამარს ამტყუნებს. რომ თამარის საქციელმა გამოიწვია ეს და არა ამნონის ავამტყუნებს. იმიტომ რომ დავითს ეს სიამოვნება ეს. აუცილებლად, ანუ რაღაცა აი დავითთან ახლა ჩვენ სამომავლოდ ახლა დღეს ამას ვერ მოვასწრებთ, მაგრამ დავიწყებთ საუბარს იმასთან დაკავშირებით, დავით სახელმწიფოს ერევა. სახელმწიფოში დარეულობა ექნება. ეს არეულობა იწყება აქედან. აქედან იწყება, შიგნიდან იწყება, თავისი ოჯახიდან იწყება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია. რომ როდესაც რაღაცა სარბიელზე დგები, ხო, შენ რაღაცა ყველაზე მინიმალური უნდა გქონდეს აბსოლუტურად მოგვარებული. და რაღაცა დიდ იმაზე პრეტენზიები არ უნდა გიჩნდება. ანუ ნების სახელი ერთ და იგივეა, რაც დავითს დაემართა დაცემისას და რაც ამნონს დაემართა ახლა აქ, ხო? და ესე იგი ამ აზრით შეიძლება ჩვენ ვთქვათ, რომ დავითიდან იწყება, იმ დაცემიდან იწყება ეს ყველაფერი, მისი გაგრძელება არის. იმ დაცემიდან იწყება თავისთავად ხდია და წმინდა წერილი გვეუბნება, რომ აბესალომი ცხვრის პარსვას იწყებს და ეს გარკვეული რიტუალი პურობის გამართვის საბაბი ხდებოდა და თავისთავად ხდია მას ევალება, ეს ასე უნდა იყოს, მამა მეფე დაპატიჟოს, მისი წინამძღოლობით და მისი კურთხევით მოხდეს ეს ყველაფერი და აბესალომი როდესაც მოსაწვევებს დააგზავნის და უფლისწულებს, დიდებულებს, სასახლის წევრებს მიიპატიჟებს უფრასთან, თავისთავად ხდია ამის აწვევების თავში, თვითონ დავით მეფეც არის მოაზრებული. დავითი უარს ეუბნება აბესალომს წასვლაზე, მარტივი მიზეზას ასახელებს ამისოთ, რომ დაგამძიმებთ ყველას წამოსვლაო და მე აქ დავრჩებიო, კურთხევით კი გაკურთხებო, ანუ დალოცავს დავითი აბესალომს, აბესალომი არ ეშვება, აბესალომს არც ჭირდება დავითის წასვლა იქ, არც ხელშეუშლის დავითი. არ ეშვება, დავითი მაინც უარზია და მაშინ აბესალომი იტყვის, რომ ამნონი წამოვიდესო მაშინ და იქ დავითი დაინტერესდება, რატში ჭირდება აბესალომს ის, რომ მისი ნახევარ ძმა თამარი შეურაცხყოფელი ამნონი წავიდეს მასთან ცხვრის პარსვაში. წმინდა წერილიდან ეს პირდაპირ არ ჩანს, მაგრამ აშკარად კონტექსტი გვთავაზობს თხრობას, რომლის თანახმადაც
შესაძლებელია დავითს ეშინია სხვა დაპირისპირების ამნონის წაუსვლელობა შესაძლებელია უპატივისცემლობაშიც იქნა ჩამორთმეული ამნონისაგან აბესალომის მხრიდან რომ ყველა წაიყვანა ყველა დაპატიჟა და ის არ დაპატიჟა მეორეს მხრივ შესაძლებელია დავითი ფიქრობს კიდევაც რომ ამნონის დაპატიჟებით აბესალომი ამ ხნის განმავლობაში რომელმაც არც დაცვალება მოითხოვა, არც რაღაცა ის გამოაჩინა, ფრისხანება გამოაჩინა, არც რაღაცა მოძრაობა დაიწყო, შესაძლებელია დავითი აბესალომს როგორც შეგნებულ შვილს ისე უყურებს, რომელმაც რაღაცაზე გადააბიჯა თავის თავს, დიდი პასუხისმგებლობა აიღო თავის თავზე და ასე ვთქვათ ასია თუ ისე ორივე შემთხვევაში დავითი ტყუდება, როდესაც აბესალომი დაჟინებით მოითხოვს ამნონის ისე აქ ერთი წუთით რო წაუყვეთ ამ მოსაზრებას, რომ დაუშვათ აბესალომს თავის თავზე ჩაექრო ეს სიმძაფრე და არ ნაცვალგების სურვილი არ გადაეხადა სამაგიერო. მან მარტივდებოდა შემდგომი ცხოვრება დავითის ოჯახის. და რამხელა როგორი დიდი მნიშვნელობა აქვს ერთის მხრივ იმას რომ პასუხი მოთხოვო და მეორეს მხრივ აპატიო ამას შორის არჩევას. და დავარქვათ ამას აბესალომის გზაგასაყარი და აი ამ არჩევანის წინაშე ერთის მხრივ მამის ხათრი აქვს, დამალულად უნდა ამის გაკეთება, იცის რომ დანაშაულია, მამას არ მოეწონება და მეორეს მხრივ კი ძნელია ამის იმოთმენა და პატიება და ამასთან ერთად ცხოვრება. როგორც ჩანს აბესალომი ამ ხნის განმავლობაში არც ივიწყებს კი არა, არც ფიქრობს ამის პატიებაზე, მთელი ეს დრო მას სჭირდება იმისათვის რომ გააკეთოს საფარველი. ხო, ძალიან ოსტატურად დაფარა ყველასთან და როგორც ჩანს, წმინდა წერიდან ეს აშკარად გამოჩნდება. აი ეს გაიძვერა იონადაბი, მისი მარჯვენა ხელია ამ ყველაფერში. ისინი ერთად მოქმედებენ. არ არის გამორიცხული, რომ იონადაბსა და ამნონის შორის მოგვიანებით სიტუაცია დაძაბულიყო კიდევაც, აქედან გამომდინარე ბოროტების მანქანა. ამასაც გულისხმობს ვერასდროს პილატე და ჰეროდე დიდხანს ვერ იმეგობრებს, ისინი შეიძლება რაღაცის გამო დამეგობრდნენ, სახარების კონტექსტს გულისხმობ აქ, მაგრამ მათი მეგობრობა ვერანაირად ვერ შედგება ვიღაცის წინააღმდეგ იმეგობრონ, თორემ მათი ისინი ნამდვილი მეგობრობა ქრისტეშია მხოლოდ შესაძლებელი, როდესაც რაღაც ავის საქმის გაკეთებას გეგმავდა შენ თანამოაზრეს პოულობ და ავის საქმეში ემეგობრები მას, აუცილებლად ამეგობრების შემდგომ კონფლიქტი და ურთიერთქიშობა იწყება. აუცილებლად ბოროტება ერთობას ვერ იტანს, ბოროტება თანხმობას ვერ იტანს, ბოროტება მეგობრობას ვერ იტანს. ეს ყველაფერი არის ილუზორული, რაც აუცილებელი დანგრევით, მოსპობით, ქიშბობით და ურთიერთდაზიანებით სრულდება. აუცილებლად ყოველდღიურად ზოგჯერ ეს ხდება მალე, ზოგჯერ ეს ხდება გვიან, მაგრამ აუცილებლად ხდება. პურობა, რომელიც გაიმართება, ამ პურობაზე აბესალომს დაქირავებული ყავს ყველების ჯგუფი, რომლებსაც პირდაპირ აქვს ნაბრძანები, რომ როდესაც ნიშანს მისცემს, დაკრან ამნონს და მოკლან, ნუეშინიათ ეს მისი ბრძანება. ანუ ნუეშინიათ ნიშნავს ორ რამეს. პირველი ნუეშინიათ სამეფო, იმის რა ქვია, მშავლისა და მეორე მხრივ ნუეშინიათ ღმერთისა. აი ეს სამშობლოვანი მომენტია. შიში უნდა მოიხსნან მეფისას და ღმერთისაც. ანუ იურიდიული ნაცვალგების შიშიც უნდა მოიხსნან და ღმერთისაგან ნაცვალგების შიშიც უნდა მოიხსნან. კვლელის მახასიათებელია, იცით. როდესაც კვლელი ამ საოცარ სიბინძურეზე მიდის, მას ეხსნება შიში. უწინარეს ყოველსახთი შიში ეხსნება. არ ფიქრობს ამაზე. არ უკვირდება ამას. იმას რომ ღმერთინო ესეუბნება რომ მოვიძიებ ადამიანის სისხლს. ცხოველისაგანაც კი მოვიძიებ მას. ეს მძიმესი დანაშაულია. და როდესაც ამნონი შეკეიფიანდება სუფრასთან და ეს ძალიან საინტერესო მომენტია რომ ამნონი მიდის თამამად და თამამად მოილხეს. ნუ არ ვიცი ახლა ამ კაცის გარშემო ან ასეთი იდიოტი როგორ არის რომ ვერ ხვდება რომ ასე მარტივად ეს მისი დანაშაული ხო არ ჩაივლის ასე მარტივად ვიღაცამ რაღაცა პასუხი როგორ არ უნდა მოთხოვოს
და რაღაცნაირად როგორ სივრცეში მოექცა, ამნონი მოექცა იმ სივრცეში, რომ შერჩა ეს ყველაფერი და რატომაც არა. შეიძლება გონია რომ დაფარულია? ბატონო? შეიძლება გონია რომ ვერ გაიგო აბესალომმა? შესაძლებელია ესეც იყოს, მაგრამ თამარის გოდების ამბავი თამარის ტერილის ამბავს გაიგებდა ალბათ. შესაძლებელია თამარიც მალავდა ამას ასე ფიქრობს ამნონი. შესაძლებელია ეს დეტალიც იყოს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში შინაგან უმეცრებას აშკარად ავლენს ეს კაცი. ხა წარმოიდგინეთ, მამანდრია დავითის შემდგომ ამნონი მოდის სამეფო ტახტზე. აი აქ არის სწორედ იცით ჩვენ მერე ვისაუბრებთ რომ დავითის მერე ამნონი კი არა სოლომონი მოვა. მაგრამ აი აქ ისმის კითხვა რომ კარგი მეფე როა და დიდი მეფე როა. რა გარანტია მაქვს რომ მისი მემკვიდრეც ასეთი იქნება? არანაირი გარანტია არ მაქვს და პირიქით გამოცდილება მე სხვა რამეს ვკან ნახობს. რომ ძალიან დიდ მეფეებს აბსოლუტურად სხვა რანგის და სხვა ყაიდის მემკვიდრეები აყავდათ სამეფო ტახტზე. აი აქ არის სწორედ აი ეს რაღაცა ინსტიტუტი, რაღაცა სივრცე სამუშაო, რომელიც ამ ყველაფერს მემკვიდრის ამარაკი არ დატოვებს, არამედ რაღაც პროცესებს თვითონ წარმართავს. სწორედ ამ ნიშნით მიიღო მეფობა ისრაელმა, ამ ნიშნით დაუშვა მეფობა ისრაელმა, რომ შენ გეყოლება მემკვიდრე, მაგრამ შენ მემკვიდრეზე მეტი ყოველთვის იარსებებს. ამით იცავს აი ამ მემკვიდრის უღირსი მემკვიდრის ალბათობით გამოწვეულ პრობლემებს ამით იცავს ღმერთი რომ შენ მემკვიდრეზე მაღლა უნდა იდგეს კონსტიტუცია შენ მემკვიდრეზე მაღლა უნდა იდგეს კანონები მოვალეობები და ეს პასუხისგებელი უნდა იყოს საზოგადოების წინაშე მაგრამ როდესაც ქრება საზოგადოება ქრება ეს დამოკიდებულება ქრება ღმერთის დამლაღება მაშინ ღებულობთ ამნოს ხო და აი როდესაც ამნონი გახალისდება და ხვინით გახალისდება სალომე მისცემს ნიშანს და ამნონს მოკლავენ ესენი წასული არიან შორს იქ ხდება რაღაც და უცებ ვიღაცა ხმას ავრცელებს სასახლეში რომ აბესალომმა ყველა უფლისული დახოცაო რა იციან სასახლეში იქ რა მოხდა საერთოდ ვინმე რომ მოკვდა იმის შესახებ ჯერ ინფორმაცია არ აქვს არავის მაგრამ სასახლეში სანამ იქიდან ვინმე ჩამოვა ეს ხმა გავრცელებულია უკვე ვინ ავრცელებს ამ ხმას ამ ხმას ავრცელებს ის ვინც ამ ამბის გამგონე მიწაზე დავარდნილ თავზე ნაცად დაყრილ დავითთან მივა და ეტყვის არა მეფეო ესე კი არ არის აბესალომს მხოლოდ ამნონი მოუკლავსო და დანარჩენი უფლისწულები ჯამთელად არიანო ვინ არის ეს წინა წელი პირდაპირ სახელოს ვინც არის ეს იონადაბი ის იონადაბი რომელსაც აშკარად აქვს აბესალომთან ერთად ეს გეგმა გათვლილი აბესალომმა იქ უნდა მოიმოქმედოს და იცის იონადაბი რასაც მოიმოქმედებს იქ და თვითონ აქ უნდა შეამზადოს იონადაბისათვის სივრცე რომ ნაკლებ პრობლემური მოხდეს მისი დაბრუნება სასახლეში. ამასთან არის აბესალომისთვის ხო ანუ იონადაბა უნდა ეს სივრცე აქ გაამზადოს. ახლა მეორე მხრივ აი სულ ადამიანური დეტალია ხო შესაძლებელია სხვანაირადაც ეს გაკეთდეს მაგრამ იონადაბი სათავისოდ აკეთებს ამას ყველაფერს აი ერთია ცუდი ამბავი რომ მოვა და ვიღაცა მოვა და გეტყვის არ არის ეს ცუდი ამბავი სიმართლე სხვანაირია სხვა რამეა სიმართლე სულ გამახსოვს ეს კაცი ეს მახარობელი რომელიც ამ ცუდი ამბისაგან გონება მოგიტრიალა აქაც თავს იჩენს იონადაბი დავითთან მიდის და ეუბნება ეგრე რა იცის ამან იონადაბა იქ რა მოხდა დავითი ამ კითხვას იმ მომენტში არსვობს იმდანაც გამწარებული და მართლა ცოტა ხანში გამოჩნდება იქიდან გამოქცეული უფლისწულები და გაახედებს იონადაბი და აგერ მოდიან მოიჩქარიან უფლისწულები და დავით რო დაინახავს თავის შვილებს ფეხზე შვება აქვს ერთგვარი შესაძლებელია მე არ გამოვლისხავ წმინდა წერილი ამასთან დაკავშირებით არაფერს გვეუბნება შესაძლებელია აქ პატარა სოლომონიც წაყვანილი ყავდათ შესაძლებელია რომელიც განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ ყავს დავითს და დავითი ამ ყველაფერს შეხედავს როგორც აი რაღაც იმ რეალობას რომელიც რეალობის წინაც ის ხვალდაზე უნდა დამდგარიყო მაინც გიორგი ჩვენი გადაცემის დრო იწურება ჩვენ გვინდოდა აქ საუბარი აბესალომის დაბრუნებაზეც და ალბათ შემდეგ გადაცემაში ვისაუბროთ ამაზე ეხლა ამ თემის რეზუმირება გავაკეთოთ და
ამით დავამშვიდობოთ მაყურებელს. ხო, ძალიან საინტერესოა ის, რომ რაც თქვით გადაცემის დასაწყისში მოხდა ფოროტების კიდევ უფრო გამრავლება. მოხდა ესკალაცია, აი მძიმე მდგომარეობის, მოხდა დაცემათა რიგის გაგრძელება, გავრცელება. არა, ერთ-იგივე ღვაწლი რო არის, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ერთ-იგივე ვნება. დაიწყო დავითთან, გაგრძელდა ამნონთან და მე ამას კიდევ გაგრძელება ექნება ძალიან ცუდი შედეგებით. კი, ხოდა მიუხედავად დავითის სინანულისა, რომელიც ესეთი სანიმუშო და სამაგალითო. ხო, აი ამას უნდა გაუშვათ ხაზი მამ ანდრია, ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია, როდესაც დავითის სინანული ეს არის ისაც და ის რამაც დავითი გადაარჩინა. ამ სიტყვის პეტაპერი მნიშვნელობა. დავითი აღადგინა, მაგრამ ალბათ სნეულებამ თავისი შედეგები დატოვა. აი მაგალითად ჩვენ დღეს ხსნილი ვართ ქრისტესაგან. ქრისტემ გამოგვიხსნა, მაგრამ მემკვიდრეობითი სნეულება რაც ბუნებითად გამოყვადა მისაგან. ეს ისევ არის, შედეგები ისევ მოქმედებს, ისევ კვდება ადამიანი, ისევ ხწნაშია, ისევ ტკივილშია, ხო? ანუ ეს გამოხსნა თავის თავში გულისხმობს, რომ მან ჩვენი ბუნებიდან ამოიღო ის ფესვი, ამოწყობობის ფესვი, რომელიც ჩვენში სულიწმინდის მადლის მაცხონებელ მოქმედებას ეწინააღმდეგებოდა, რაც ჩვენ ბუნებას დაავადებულს ხდიდა და სულიწმინდის მადლი ჩვენში მაცხონებლად ამიტომაც არ მოქმედებდა. ეს სივრცე აღადგინა ქრისტემ ჩვენში სულიწმინდის მადლს მაცხონებელი მოქმედების სივრცე კვლავ აქვს, ხო, დაგვებრუნდა ამის საშუალება, ხო? მაგრამ ეს ანიშნავს იმას, რომ ავადმყოფობის შედეგები გაქრა. ეს ამას ანიშნავს ნამდვილად. და შესაბამისად, როდესაც ამ სინანულზე გვაქვს საუბარი, ეს სინანული დავითის არის, მაგრამ ამ სინანულს უნდა გქონდეს ერთგვარი მემკვიდრეობა. ამნონმა უნდა იცოდეს, როგორი ცუდი საქციელია ის, რაც გააკეთა მამამისმა და აღარ უნდა გაიმეოროს გავსი რამე. იმ დროს, როდესაც ამნონი უფრო მძიმე ფორმებში იმეორებს მას. აი ეს არის აქ პრობლემა. ანუ აქ დავითის სინანული, როგორც ასეთი, არაფერ შუაში არ არის. აქ ამნონის უყურადღებობა, ამნონის გაკერპება, ამნონის ვნებებისადმი მონობა ყველაზე მნიშვნელოვანი, რომელიც იმდენად რამდენადაც ამ გზას მემკვიდრეობს, ამ გზას აგრძელებს. მე შედება კიდევ უფრო მძიმე იმით ხდება იმ სამწუხაროდ რაღაცა ვნებას არის დაქვემდებარებული. ვნებას არის დაქვემდებარებული, თუ მისმა შვილმა ამ ვნების გზაზე გააგრძელა სიარული, ის კიდევ უფრო დიდ ბოროტებაში ექცევა. იმიტომ კი არის მამამისის ბრალი, მამამისის სოდები მასზე გადადის. ამიტომ კი არა. არა, უბრალოდ ამ ქმედება თუ გადაიტანა ხო, უფრო მძიმე თუ სიტყვაზე ალკოჰოლიზმის ვნებაში თუა პიროვნება და შვილმაც გააყლეს, მას ეს დაავადება შეხვდა, თქვათ მისი ალკოჰოლით დაავადებული მამისაგან და დაუმატა კიდე თავისი პირადი ისა, კიდე უფრო გააღრმავა, კიდე უფრო მასაკნა დაამძიმა თავისი მდგომარეობა. მათ წმინდა წერილი გვესაუბრება იმ მდგომარეობაზე, რომ ბოროტ ფეხს უხსნის და თავი რაზეც მინდა რომ სამოჭოს. ხო, რაზეც ალბათ უფრო სწორია, რომ დავასრულოთ ჩვენი გადაცემა არის ის, რომ ხელმძღვანელი ერის თავი, ერის მეთაური ღვთისაგან ატარებს ძალიან დიდ მორალურ პასუხისმგებლობას და მისი მცირე გადაცდომა შემდგომში იღებს გამოუსწორებელ და შედეგებს. ხო, ეგ მასშტაბებზეც არის საუბარი, მამანდრია, ეს ევალება ოჯახის უფროსსაც, საზოგადოების მეთაურსაც, ქვეყნის მეთაურსაც. და ნახავთ მე რომ ეს აბესალომის შემთხვევაში თავდება აჯანყების ძალიან მძიმე მდგომარეობით. დიდი მადლობა საუბრისთვის, დაგემშვიდობებ მაყურებელს, კარგად მზადდებოდეთ მომავალ შეხვედრამდე, ჩვენ მომავალ გადაცემაში ვისაუბრებთ აბესალომის შესახებ, რომელიც უბრუნდება მეფის სასახლეს კვლავ. კარგად მზადდებოდეთ.